მოვედი, როგორც ყველასთვის ცნობილია, ქვია ფილარმონია, თუმცა სრული სახელი თორსტები არის თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზი და ახლა კიდე გადააკეთეს, მაგრამ მაინც ყველასთვის ფილარმონია ეს შენობა, რადგან სიმშვიდეა, ხმაური არ არის, შუქებიც არ ანთი, ეს ნიშნავს იმას, რომ ახლა არც რეპეტიცია, არც კონცერტი. მე ახლა ფილარმონიაში არც კონცერტის გამო მოსულ ვარ, არც მე თვითონ მაქვს ღონისძიება, მაგრამ მოვედი ადამიანთან რომელიც შეიძლება ითქვას, რომ ბოლო 10 წელიწადების მემატიანია. ნამდვილად დადასტურებით შემიძლია ვთქვა, რომ ამ ადამიანის გარეშე ბოლო რამდენიმე ათწლეულია არც ერთი კონცერტი და ღონისძიება არ ჩატარებულა. და ეს ადამიანი ფილარმონიაში იმდენი ხანია მუშაობს, თითქმის რამდენი წლისაც მე ვარ. მას ყველა იცნობს კარგად, ვისაც ერთხელ მაინც შეხება ქონია გულისებთან და მე მინდა რომ ეს ადამიანი გავიცოთ. მის გარეშე ვერ დაიწყება ვერც ერთი ღონისძიება ფილარმონიაში და რა თქმა უნდა, თავის ადგილას ზის თამრიკო, თავის უცულ ადგილას. თამრიკო, მოგესალმები. გამარჯობა. როგორ ახარ? მადლობთ. მოდი გადაგკოცნი პატივისცემით. შენს ადგილას ხარ. დიახ. ახლა ვიძახთი და მეც რო ვიძახთი, მაშინ გავაცნობიერე, რომ შენს გარეშე ვერ დაიწყება ერთ-ერთი კონცერტი და ფაქტობრივად ბოლო 10 წლების მანძილზე ალბათ შეიძლება ითქვას, რომ არც ერთი ღონისძიება ამ სცენაზე, ამ ჩვენი ქვეყნის შეიძლება ითქვას თავარ მუსიკალურ სცენაზე შენს გარეშე არ ყოფილა. ესეა? დიახ, ესეა. და ეს არის შენი პოსტი, რომელსაც დამაგრე. კი. მაყურებელმა ალბათ არ იცის ახლა ვისაც არ ქონია შეხება კულისებთან თუ მომღერალი არ არის, მსახიობი არ არის, რომ აი სულ რაღაც მათგან რამდენიმე მეჩი ზის ქალბატონი ვინც წვეთს როდის დაიწყება, ფარდა როდის აიწევა, როდის დაიშვება და ასე შემდეგ. რა ქვია თქვენს პოზიციას? ჩემს პოზიციას ქვია რეჟისორის ასისტენტი, თანაშემწე. როდესაც ღონისძიება მიდის, რეჟისორის დამხმარევა, რასაც მეტყვის რეჟისორი დაწყება, დამთავრება, ფარდის დაშვება, განათება დარბაზში, ეს ყველაფერი ეხება მას და მე უნდა შევასრულო. ეს ნიშნავს იმას, რომ არ მხოლოდ კონცერტზე, რეპეტიციებზეც ხარ და ყველაფერს აკონტროლებ. პროგრამულად უნდა ვიცოდე. აი, დიწერია პროგრამა, სად რა ხდება, ვინ როდის უნდა გამოვიდეს, ვინ რა დროს უნდა შევიდეს სცენაზე, საიდან მხრიდან უნდა გამოვიდეს, ყველაფერს აბსოლუტურად. მოდი მაყურებელს ვთქვა, მე ვიცი ეს და დარწმუნებული ვარ, ეხლა იქნება ბევრისთვის რაღაცა ცოტა გაკვირვებაც. რამდენი წელია? 51 წელია. აი სამივე ჩემი ოპერატორი გაცილებით პატარები არა, ვიდრე აქ მუშაობს თამრიკო. კი, 50. როგორ მოხდა? თავიდან როგორ მოხდა? როგორ მოხდა და ჩვეულებრივად პატარა გოგო ვიყავი, ახლობელმა მომიყვანა დარბაზში დაგაწყებინებთ მუშაობას და შემოვედი მთელი გულის ყურით სიამოვნები და რო შემოვედი ამ ხელოვნების ტაძარში, იმდენად გულთან მივიღე ეს მსახიობები და ეს სიტუაცია, რომ დავჭი და არც მიფიქრია, რომ სადმე წავსულიყავი, იმიტომ რომ აქ სიცოცხლე ჩქეფს. კულისებს მიღმა ყველაზე საინტერესო ცხოვრება, ჩემი მომღერლების კულისებს მიღმა ცხოვრება. და წარმომიდგენია ამ წლების განმავლობაში, რო თქვი რომ მოვედი და დავრჩიო, ვინ აღარ გინახავს? ყველა აბსოლუტურად. ხო, ვინც კი სცენაზე მდგარა ყველა. თან მაშინ იყო ალბათ განსაკუთრებით. მაშინ იყო ბუმი და კონცერტზე, მუსიკლები და რა ვიცი, უცხოელები. მათ შორის უცხო ძალიან დიდი ფიგურები. ჯაზ ფესტივალები, კი, ძალიან კაი ბევრი ჯაზ ვარსკვლავები და რა ვიცი. 98 წელში გაიოს კანდელაკმა ჩაატარა 5დღიანი 8 ჯაზ ფესტივალი და ისეთი სასიამოვნო და ისეთი სიცოცხლე ჩქებდა, რომ ერთ-ერთ საღამოზე ერთ-ერთ მომღერალს დააგვიანდა და კონცერტი დავიწყეთ ღამის 3 საათზე. და თქვენ წარმოიდგინეთ, მაყურებელი არსად არ წასულა და ელოდებოდა და მთელი ღამე მიმდინარეობდა კონცერტი. აი ესეთი ისე. ჩვენ რა თქმა უნდა დიდწილად ვისაუბრებთ დღეს კონცერტზე, თქვენ საქმიანობაზე, კულისებს, ყველაფერზე, რაც ახლა მაყურებელს დაინტერესებს, მაგრამ მე ცოტა ხანი გადახვა უნდა გავაკეთო. სულ პირველად ძალიან ადრე იყო ეს, მაგრამ მენიშნა მაშინას და მე სულ მაქვს ხოლმე ეს უბრალოდ არავის არ მიკითხავს და ეხლა კითხავ გადაცემაში. აი ეს ფოტო. თაღამო იყო ზუსტად მოწოული ყვავდა ელია მეორე და მაშინ დაგვირიგა ეს ჩვენ მას მერე მე გავაკეთე აქ და იმის მერე მიდევს და მიდევს. მაშინ
ჩემი გადაცემა ამ კითხოს ითვალისწინებს, მაგრამ რადგან ახლა გადავედი ლოგიკურად, მოდი ამ თემაზე მივადგეთ და მე ესე კონცერტს დავუბრუნდეთ. ნუ ესეთი ფოტოები როცა ადამიანთან ის შემთხვევითი მომენტი არ არის, ხო, რაღაც სხვა პატივისცემა, სხვა მოგზაურობა. თქვენი დამოკიდებულება უწმინდესთან, ზოგადად წმინდასთან, ეკლესიასთან ჩვენთვის ძალიან ძვირფას ღირება. ყველა ადამიანის ქართველების კიდე განსაკუთრებული. აუცილებლად, რა თქმა უნდა, მე ვარ წმინდა გიორგი ტაძრის მრევლი, ეს არის დიდი ღომში. ჩემი მამა ვარი ნიკოლოზი და ყოველთვის როცა კი მე სამსახურეობრივად ყოველთვის ვერ დავდივარ, მაგრამ ფიზიკურად როცა საშუალება მაქვს, მრევლი ვარ და ყოველთვის დავდივარ ტაძარში და რაც საჭიროა იმას ლოცულობ და კიდევაც ვეზიარები და ეს. ძალიან კარგია. როდის დაიწყო ეს ახლა ჩვენ ვისაუბრეთ და კიდევ ვისაუბრებთ როგორ მოხდა დაკავშირება ფილარმონიასთან, მუსიკასთან, ხელოვნებასთან. როგორ მოხდა? აი, ღმერთის ახმა როდის შემოვიდა, როდის დაიწყეთ ეკლესიაში სრული? აქაც დავუშვათ ვინმე მიყო, როგორც აქ ვიღაცა მოგიყვანათ, მიგიყვანოთ თქვენით. არა, მე ეკლესიაში დავიწყე სიარული, სანამ აქ მოვიდოდი, როგორც კი სკოლა დავამთავრე. მართლა თან ის დროა, მაშინ ესე არ დადიოდი? არა, მაშინ არ ვყავდა, არ ვიყავი მრევლი, მაშინ შევდიოდი ეგ ტაძარში და ჩვეულებრივად სანთელს ვანთებდი, მაგრამ მერე სიმართლე რო გითხრათ, მე ტრაგედია გადავიტანე ძალიან ორი, ნუ ეხა არ მინდა ეხა ამაზე საუბარი და მერე დაკავშიროთ უფრო დამაკავშირა ამ სიტუაციამ. უკვე 6 წელია ესე ვარ მრევლი ეკლესიის და აი ამ ტრაგედიის გადატანაში დაგეხმაროთ ეკლესიის დამოწურება. აუცილებლად ძალიან მიშველა, ძალიან ცუდად ვიყავი და მიშველა ჩემმა სამსახურმა. ჩემმა დარბაზის ეს ცოტა მძიმე ის არის სალაპარაკო ჩემთვის, მაგრამ ჩემ დარბაზის მენეჯერი იყო მაშინ ბატონი ტარიელი და ამ ტრაგედიამ რაც დამემართა მესამე დღეს იყო ფორტეს კონცერტი და მესამე დღეს გამომიყვანა. მოვედი სამსახურში და კონცერტი წავიყვანე. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვიყავი. ეხლა ის შეჟღერს ხო ესე ამას როგორც მართლა მოსასმენია, მაგრამ დაგეხმარათ იმაში, რომ დღეს დამდგარიყავით საქმე? კი, დამეხმარა ამ ფილარმონიაში. შეიძლება პირიქით არა, მე რომ ყოფილიყავი იმაში, რა ქვია, სახლში და სამსახურში არ გამოსულიყავი, ალბათ აქამდე ვერ მოვიდოდი, იმიტომ რომ ძალიან ცუდ მდგომარეობაში. ორი შვილის დაკარგვა ეს არის ძალიან ძნელი. არ საუბარიც შეუძლებელია. არც მინდა ამაზე საუბარი. მოდი რაღაცას ხავთ ხა ცოტა ხანი რომ მოგწყვიტოთ და სცენაზე რომ გავიდეთ. იმიტომ რომ მე რაც რამდენჯერ შევხვდი რომ თუ აგზიხართ. ეხლა პირველად გავარ სცენაზე. ერთად მე გავდივარ სცენაზე და აქედან მყარ ნახავთ. ეხლა გავიდეთ სცენაზე ცოტა ხანი. და მინდა კითხოთ ესეთი რამ. ვისი კონცერტი აღარ გინახავთ, რა პუბლიკა აღარ გინახავთ, რა მაყურებელი აღარ გინახავთ და რა თქმა უნდა ძალიან კარგად გძნობთ ხოლმე ყოველთვის ატმოსფეროს და თან თქვით რომ სანამ არ იტყვის თამრიკო ფარდა არ წავა. ეს არის ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი სცენა, ხო? და არ არსებობს საქართველოში მომღერალი და შემსრულებელი, რომ არ უნატრია და არ ნატრულობს ამ სცენაზე დადგომას, სოლო კონცერტს და გავსებულ ფილარმონიას. თუმცა არ არის ეს ადვილი. თქვენი აზრით, არ გვინდა კონკრეტიზაცია, არ გვინდა კონკრეტიკა, რა არის საჭირო, რა ჭირდება ადამიანს, რომელიც ამ სცენაზე დგება, რომ ეს დარბაზი სავსე იყოს და მიიღოს შესაბამისი აპლოდისმენტები, სიყვარული და ის რომ უნდოდეთ, იმიტომ რომ ყოფილა კონცერტები, რომელიც ფაქტზე ვერ წავიდა როგორც საჭირო იყო. ხო, აქ არის საჭირო თვითონ მომღერლის შემართება იმაში, რომ ის მონდომებულია, იმიტომ რომ მაყურებელს აჩვენოს თავისი ნიჭი, თავისი ხმა და როგორც შესაძლებლობები და მაყურებელი იმდენად უკვე მონატრებული ამ ბოლო პერიოდში კონცერტებს, რომ აი ხა ამ ბოლო პერიოდში 3 თვე ჩვენ მაგარი დატვირთვა ქონდა. რამდენი მონაწილე მეც ვიყავი. რამდენი მონაწილე შენც იყავი და აბსოლუტური ანშლაგებით მიდის კონცერტები, რომ იცოდი და ძალიან კარგად. კი ბატონო. ძალიან ყველა მომღერალს ღებულობენ ძალიან კარგად, აბსოლუტურად. აი ამ მრავალი აწლეულის მანძილზე ამაში არაფერი დასამალი დასწრახი არ არის. იყო რომელიმე კონკრეტული მომღერალი ანსამბლი ავტორი, ვინც განსაკუთრებით გიყვარდათ მისი კონცერტები. რა თქმა უნდა, ივერია ალბათ. ივერია აუცილებლად. როგორც ყოველთვის 75 ეს ჩვენი. მაშინ იმ თაობის განსაკუთრებით. ძალიან იმ პერიოდში, ნუ ივერია.
ხო, მეისტი რომლებმაც დაიწყეს ფაქტობრივად. რომელიც აქ ცხოვრობდნენ. და აი ეს და სხვათაშორის უკაცრავად და ბასილაია, რომელიც ჩვენი დირექტორი იყო 90-იან წლებში. ეს განსაკუთრებული პერიოდი იყო. განსაკუთრებული. ივერია ცხოვრობდა აქ. ჩქეფდა ხო სიცოცხლე? ან ცარიელს ვერ ნახავდა. დღეში 4 კონცერტს ატარებდნენ. თოვლის ბებუ ზამთარში რო დაიწყო იანვარში, მაისში დაამთავრეს. ისეთი ამბავი. ისეთი ამბავი. და რა ჟივილხევილი იქნებოდა პოლისებში და რა ჩქეფდა. სიცოცხლე ჩქეფდა, ხო გეუბნებით. თუ კი მოვედი აქამდე აი ამ სიყვარულით, ეს დარბაზი არის ჩემი სახლივით. წარმოიდგინე, ჯერ ამ დარბაზს უვლი მე თვითონ, რა მხრივ. მოდი მივიწევთ პარტერისკენ. იმით, ჰა? პარტერისკენ მივიწევთ. რა უვლით რას გულისხმობ? აი დალაგება, აბა, ჩემზეა ყველაფერი. დალაგება, დასუფთავება, მსახიობის მიღება, აი ეს რო აბსოლუტურად არაფერი ნამცეცი არ უნდა. ესე იმიტომ სულ გაწყლიებული ამდენი არ უნდა მოვიდე. ჩემზეა აბსოლუტურად და ყავს ქალბატონები, რომლებიც დასაქმებულები არიან ფიზიკურად. კურატორობს თამრიკო. კი, კურატორობს თამრიკო. ბევრი თანამშრომელი შეიცვალა ალბათ თქვენს პერიოდში თანამშრომელი, მათ შორის ხელმძღვანელობაც. დი, ბევრი. რა სჭირდება ადამიანს, რომელიც ამდენი წელი არის სტაბილურად ერთ ადგილას, რომ ყველა ერთნაირი ხასიათი ვერ იქნება, ყველას ერთნაირი რეჟიმი არ აქვს, თვითონ ხელმძღვანელობას, ხო? მაგრამ ხარ, გარდა იმისა, რომ პროფესიონალური და მართლა წარმოუდგენელია თამრიკოს გარეშე კონცერტი და ღონისძიება, რაღაცა ეს ნიჭიც გამოიმუშავეთ ურთიერთობების? რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ყველას აქვს თავის მიდგომა, ყველა დირექტორს თავის მიდგომა უნდა, რომ შევხედავ, როგორი პიროვნება და რანაირად მოაქვს თავი და როგორ უნდა მოიქცეს, ისევე ვიქცევი მეც და ამან ეხა გამაძლებინა და გადამატანინა ყველაფერი ის რომ ურთიერთობაში რომ რამდენი ხანი ვარ და შენ ეხლა მოხვედი ეს არა, როგორ გეკადრებათ მაგას არც არასდროს არ ვიტყვი და პირიქით. ახალ მოსურს ძალიან კარგად, ძალიან თბილად ვხვდები, გინდა უფროსი იყოს, გინდა რიგი თანამშრომელი. მე ვიცი, იმიტომ რომ ახლანდელი ახალი ხელმძღვანელობა ჩემი მეგობრები არიან და ნუ მე უბრალოდ დავიცავი ეთიკა და მასთან შევაცნობ და რა უთხარით ამერიკო გაუხარდა სიხარულითო. რომელსაც ძალიან ცოტა ხანია იცნობთ, ხო? ახალ ხელმძღვანელობას. ძალიან ცოტა ხანია ვიცნობ, მაგრამ შემიძლია თქვა, ციციაშვილი, რომელიც ამხელა მახსოვს და გოგოტიშვილთან ცეკვავდა თან. გავიხსენე კი არა, რომ მითხრა თვითონაც მიცნო. მე იცი ვინ ვარო და მე ვთხარი ვინ მეთქი და აი გოგოტიშვილთან და რო დაბზრიალებდა იმ წუთას გავიხსენე, მისი ძმაც ცეკვავდა მას. კი. რა უცნაურია ცხოვრება, რომ ესე იგი მაშინდელი პატარა ბავშვი დღეს ხელმძღვანელია და ჩან ჩემი ხელმძღვანელი. ხო და რა უცნაურია, ამითაც არის საინტერესო ცხოვრება. აი იცი რა მოგვიყევით ამრიკო? მაგით დავიწყე რომ ხშირად არის ხოლმე ფოტოშოპში ეს თეატრში ხდება და ყველგან სადაც სცენა და კულისებია რომ მაყურებელი რომ მოდის, ვინ შეიძლება არ ერკვევა კარგად და არ არის აუცილებელი ერკვევოდეს, იმას არ ფიქრობს რომ აი იმაზე რა სცენაც ხდება, იმის მიღმა ბევრი ადამიანი მუშაობს რომ ეს სცენაზე მოხდეს. ახლა უკვე შეეჩვია და ძალიან გიყვარს თქვენი საქმე და მართლა უდიდეს პროფესიონალი ხარ. იყო თავიდან შეიძლება გავს ფიქრები, რომ მე ამდენს მუშაობ და სხვები ჩანან და მე არ ჩანან. არა, არასოდეს, აბსოლუტურად არასოდეს არ ყოფილა ის, რომ მე რატომი არ ჩანვარ, რატომი არ, არა, ეგეთი მსგავსი ჩემში არ ყოფილა. მაყოფილი ყავით? მაყოფილი, რასაც მე ვაკეთებდი და რასაც მე საქმიანობდი, იმით მაყოფილი ვიყავი, მეტი არაფერი. მოდი მივიდეთ ახლა ახლოს. თქვენი პულტია, პულტი შეიძლება უწოდოთ? პულტია ზუსტად, ამას ქვია პულტი. მოდი ახლა ცოტა გითხარით, აი რა არის ისი? აი რა არის? მიკროფონი გაქვთ, ყურსასმენელი გაქვთ, იმიტომ კონტაქტი გაქვთ ალბათ განმარტებლებთან, ხმის რეჟისორთან, ხო? დიახ. ეს არის ინტერკომი, ამ შემთხვევაში ეს არის ძველი. აი ძირფასო მაყურებლებო, ამ ღილაკების გარეშე ფილარმონიაში ვერცერთ კონცერტს თქვენ ვერ დაესწრებით. ეხლა მოგვიყევით. ეხლა ეს ღილაკები ამ წუთას არ ფუნქციონირებს. ამ წუთას ფუნქციონირებს ინტერკომი, რომელსაც გავიკეთებ. სანამ კონცერტს დავიწყებ, ყველა თანამშრომელს დაუძაღებ, ბიჭებო, გოგოებო, ადგილზე ხართ, რომ მეტყვიან ადგილზე ვარ. უკვე რეჟისორიც რომ მეტყვის, რომ თამრიკო უნდა მზად ვართ ჩვენ და ფარდა დაშვებულია და განათებას ვაქრობ, გამყავს დარბაზი და ფარდასაც ვხსნით, როგორც იწყება კონცერტი. სვლელობის დროს თუ რაღაცა ისეთი მოხდა, დაუშვათ ჩეპეს სიტყვაზე. ხო, რაღაც გავუკვირდი. უცბად ამის ხაზი. თამრიკო იმწუთში. იმ წუთას ისე დალაპარაკება მჭირდება. ყოფილა ესეთი რაღაცეები, რომ აი დაუგეგმავი
ჩეპე მოხდა, ანუ დაუგებია გაუთვალისწინებელი და ფორს მაჟორია. არა. ამდენი წლის განმავლობაში არ ყოფილა, შემიძლია დავიფიცო რომ არ ყოფილა, იმიტომ რომ იმდენად მოწესრიგებული თანამშრომლები ყავს და ჩვენ თვითონაც ისე მოწესრიგებულად ვატარებთ ყველა კონცერტს. გასაოცრებელია, ამდენი კონცერტი ჩატარებულა და ჩეპი არ მქონია ნამდვილად. არა. გამოგარია. მე კიდევ ერთხელ უნდა უთხრა მაყურებელს, ეს ალბათ თანაშტაბის ტიპის სამფიცავი იქნება, რომ აი აქაურობის გარეშე, ქალბატონი თამრიკოს და ამღილაკების და ახალ კურსასმენების გარეშე მერწმუნეთ არც ერთი ღონისძიება არ ტარდება და ვერ ტარდება ამ ჩვენს ძვირფას სცენაზე და რამდენი ათასობით ადამიანი და რამდენი ათასობით და ყველა მომღერალი მიყვარს, აი არ ვიცი როგორ მე გძნობ ამას სულ. ხო გძნობ. შენ თვითონ პირველი დღიდან უკვე რამდენი ხანია მე შენ გიცნობ და ძალიან ახლოს. სულ იგზნობა. მე ყოველთვის იგზნობი და ხედავდი ყველას მომღერალი, რეჟისორი, კომპოზიტორი, თამრიკო და მე მივხვდი რატო აი კარგი რამე ახსენეთ რამდენი წელი, მაგრამ პირველად რო შევხვდით, ისეთი განწყობა რომ აი სულ მოგიხარია პირველი შემეხედავ თამრიკოს ნახავ, რაღაცნაირი ესაა და რო არ გიყვარდეს ალბათ მარტო საქმე არა ის ხალხი ვინც მოდის ამას ვერ ითამაშა. აბსოლუტურად ვერ ითამაშა. ხო, ანუ ეს ყალბი იქნება. აუცილებლად ეს ხდება გულიდან ამოსულია და ამოფრქვეულია ყველაფერი. და გულშემატკივრობა იგზნობა ხალხაშორის ყოველთვის. აი ყოველთვის იგზნობა რომ აი თამრიკო არის, გულშემატკივრობს, რამე ხო არ გჭირდება, ისეთ შემინიშნებს რომ ისეთ რაღაცების მოგმართავე ხოლმე რომელიც არ გეხება, მაგრამ თამრიკო მიხედავს. აუცილებლად. ყველაფერი ყოველთვის აქვს, მზად აქვს. მანამდე სანამ ამ დაიწყებდეთ ამ საქმიანობას. რამე გამოცდილება ქონდათ თან საერთოდ ვიცოდით ამ პროფესიაზე? არა, აქ მოვედი და ერთ თვეში ყველაფერი ვისწავლე. აქ ეთყობა უნდა იმის უნარი ქონდეს, რომ გიყვარდეს, საერთოდ ხელოვნებად მცოდნეობაზე მინდოდა ჩამებარები. ანუ ხელოვნება გინდოდა? კი, ხელოვნება და მოხვდი კიდევაც აქ და ხელოვნება მცოდნეობაც და მეტი მცოდნეობა აქ როა ისეთი უნდა. ყველაფერი აბსოლუტურად. აი, როცა ვსაუბრობთ, რომ არაერთი მათ შორის სოფლიო ვარსკვლავი ჩამოსულა ამ სცენაზე ყოფილა გარდა ჩვენი საოცარი მომღერლებისა თუ მსახიობებისა, ხო? რომელიმე თუ გახსოვს ან კონცერტის გამო, ან მისი თვისებების გამო, ხასიათის გამო, რომელსაც ახლა განსაკუთრებული შთაბეჭდილება დატოვა. არის ესეთი ერთი ან რამდენიმე, იმიტომ რომ ძალიან დიდი კორიფეები დგარან აქ. ძალიან დიდი ნამდვილად გეტყვით. ძალიან ესე იგი უშუალო, უბრალო ისეთი წინანდელი დიდი მომღერლები, თემურ ციკლაური რომელიც იყო. თემური მართლა ესეთი იყო. თემურ ციკლაური, ნანი ბრეგვაძე, თვით ბუთხუს ბასილაია. ძალიან ბევრი ხარ შეიძლება ახლა არ გავიგე. აი საერთაშორისო უცხოელებიდან? უცხოელებიდან, ეხლა გეტყვი, უცხოელები რომ მოდიან თვითონ ისეთი უშუალოები და ისეთი მომღიმრები არიან, ვერ ესენი არიან ბუმერაზი მომღერლები და ესენი მუსიკოსები. იმდენად უშუალოები არის, ისეთი აი გაღიმებული სახით შემოდიან და დიდი მადლობებით მიდიან. მართლა? კი, მართლა. ვინმე სხვა არ ქონდა რამე განსაკუთრებული მოთხოვნები ან ცუდი ხასიათი თუ ეგეთი არც ერთი? არა, არც ერთი არც. ეხლა ბოლოს გვყავდა ეს კრის ბოტი. კი, კრის ბოტი. შვენივრად აი დიდი სიყვარულით, დიდი პატივისცემით, უბრალოებით გამოვიდა სცენაზე, დაუკრა თავისი ლამაზი ტობა და აბძანდა ისევე. მე ისე ფოტოებიდან გამოვიდა თვალი და კითხავ, იმიტომ რომ რა თქმა უნდა პატრიარქი არაერთხელ ყოფილა ფილარმონიაში. როცა შეძლო ძალიან უყვარს მუსიკა და ესწრებოდა და მათ შორის ყოფილა შემთხვევაც, რომ ან კულისებში ყოფილა, ან სცენაზე ამოსვლა. თუ გქონდა როდეს საშუალება პირადად მასთან არასდროს. დარწმუნებული ვარ შენი თანამდებობის გამო აქ იდგა და არც მიხვედი. დარწმუნებული ვარ მე თვითონ ვარ მომსწრე რომ აქ ყოფილა, იმიტომ რომ აქ არის შემოსასვლელი სპეციალური, სადაც შემოდიან კი ბატონო. არა. შენ თუ რაღაცა არ მიხვედი. არა, ნამდვილად ვერ გავბედავდი და ვერ მივიდოდი. დამრიკო, მე არ მინდა იმ თემას დაუბრუნდეთ, რაც თქვი რამაც ესე პირდაპირ დაკავშირა უკვე მრევლობასთან. მაგრამ უბრალოდ კითხავ, მაგის გამო არ, აი ბოლო რამდენიმე წელია ხო, უკვე მოწვარიც, მაზიარებელიც თან დამეხმარე. რა არის ის ძალიან მნიშვნელოვანი თქვენთვის, როგორც მორწმუნისთვის, ეკლესიაში, ღმერთში, სარწმუნოებაში, რაც შინაგანად გასაცვლელს, შინაგანად ფეხზე გაყერწმენას რო ვეძახით, ხო? ეხლა რწმენა არის აბსტრაქტული, რო უბრალოდ რაღაცის მწამს
და არის ცოცხალი რწმენა, როცა რამაც დამარწმუნა, მე რო თურმე მართლა ის. უფალმა დამარწმუნა შიგნით, ის შიგნით ესე რო ვთხოვ ხოლმე და შევთხოვ ესე მგონია რომ ჩემთან არის და უნდა აი ყველაფერში ხარში თანადგომას, იმიტომ რომ მან გამაძლიერა მისმა აი ღვთისმშობელი და უფალი ეს არის ჩემთვის ყველაზე უსაყვარლესი და მე მგონი ყველასთვის რა თქმა უნდა და ხო უბრალოდ ჩვენ თუ ვაჩვენებთ რომ რაღაც ცოდნა გვინდა ძალიან გვერდში გვიდგანა აუცილებლად აღარ მოგასცენ ძალიან დიდი მადლობა საუბრისთვის ძალიან დიდ პატკისენ ძალიან მიყვარხარ ყოველთვის მართლა ყოველთვის გზნობ ამას და ვიცი და ვაფასებ და ყოველთვის არ არსებობს შემოდი პირველად შემოვიხედებთ ამერიკო ადგილზეა და ამას არ გეკითხებოდი ხოლმე სპეციალურად ჩაფიქრებული მქონდა გადაცემაში მეკითხა ახლა ერთ რაღაცაზე გეტყვი ვინ შემოდის აქ მსახიობი გინდა ჩვენი იყოს და გინდა უცხელი აქ შემოდიან და სურათს უღებენ ამას პირდაპირ აიღებენ ტელეფონს და სურათს იღებენ ამას ეს იმიტომ რომ მე ვიცი შენ და საზოგადოება ჩემი დამოკიდებულება უწმინდესთან ეკლესიასთან და ძალიან მიხარობდა და არ გეკითხებოდი სპეციალურად და მოვიტოვე გადაცემისთვის და ასევე მადლობა რომ და დარწმუნებული ვარ ხა ბევრმა ჩემმა მაყურებელმა ბევრი რამე გაიგო რომ აი აქაურობიდან აქედან მიდის ყველაფერი მე გისურვებ რომ აი ეს თითკიული რაც გაქვს და არ ჩავეძიოთ ვერ დაიშლება მაგრამ რა თქმა უნდა რაღაცნაირად გადაიტანოთ და კიდე ბევრი წელი იმიტომ რომ ძალიან კარგ ფორმაში ხარ ისეც ასეც შემოქმედებიდან კიდე ბევრი წელი და ძალიან ბევრჯერ ღილაკისთვის თუ ჩაგეძახოს მიკროფონში რომ ფარდა განათება მუსიკა დიდი მადლობა წარმატებები და იმედია კიდე ბევრჯერ შევხვდებით მე აუცილებლად კონცერტებზე მოგზანდები და გელოდები ნახვამდის ძალიან დიდი მადლობა კარგს ყოველთვის დაბწმუნებული ვარ ესე რომ ვთქვათ მის ყოვლის შემძლეობაში